აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ შავიზღვისპირეთის სამ ულამაზეს მხარეში, რათა წარმოგიდგინოთ მართლაც უნიკალური და რეგიონისთვის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ეს პროექტი ამ რეგიონისთვის არა მხოლოდ ტურისტულად, არამედ ეკოლოგიურად და სოციალურად ძალიან დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელობის პროექტები ვერანაირად ვერ განხორციელდება მთავრობის მხარდაჭერის და გველშედგომის გარეშე. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. პრემიერი დღესაც ჩვენს გვერდით იმყოფება და ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი მოვიწვიო იგი ტრიბუნასთან. გთხოვთ. მოგესალმებით, მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს შავიზღვისპირეთის ამ ულამაზეს ნაწილში იწყება უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი. ამ პროექტებს ურთიერთთანამშრომლობით ახორციელებენ ფონდი ქართულ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. ფონდი ქართულს დაფინანსებით აქ 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ხოლო თანაინვესტირების ფონდი ააშენებს უმაღლესი დონის 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5 ვარსკვლავიან სასტუმროს. აღსანიშნავია, რომ განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა. მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ანაკლია განმუხურის ტურისტულ ზონაში მიზიდულობის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატებით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციების განსახორციელებად. ეს ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს, რაც მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. რასაკვირველია, როგორც სასტუმროს, ისევე ბოტანიკური ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. მხოლოდ სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ჯამურად 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს. ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს 350 ადამიანი პირდაპირ დასაქმდება. ამ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებისთვის არც დრო და არც ადგილი შემთხვევითი არ გახლავთ. ხვალ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეა. ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ეს ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დღეს ყველამ უნიკალური წინადადება მოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯი. ბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა დააფინანსოს ანალოგიური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მისგან მიღებული მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება, რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას. ეს ნაბიჯიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ცხოვრებ მოსახლეობას. ეს არის უკვე კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენი აფხაზი ძმები გავხადოთ ჩვენი განვითარების მონაწილე და თანაზიარი. აქედან განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი. ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ ხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს.
ულოცავ ყველას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა განმუხურიდან.